الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم إن الذين آمنوا وعملوا الصالحات كانت لهم جنات الفردوس نزلا صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم من دل على خير فله مثل أجر فاعله صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ყურანში ნათლადაა განმარტებული თუ რა არის სიკეთე უზენაესი ალლაჰი ბრძანებს სიკეთე მარტოოდენ აღმოსავლეთის და დასავლეთის მხარეს სახის მოპყრობით არ შემოიფარგლება არამედ სიკეთე ისაა ვინც ირწმულა ალლაჰი და დღეუკანასკნელი ანგელოზები წიგნები და შუამავლები უყვარს ქონება მაგრამ მაინც ურიგებს ახლობლებს ობლებს უპოვრებს მოგზაურებს თხოვნელებსა და მონებს ლოცვად დგება ზექათს არიგებს და ასრულებს პირობას თუ კიდევს მას მოთმინებით იტანს უბედურებას გასაჭირსა და განსაცდელს სწორედ ეგენი არიან ერთგულნი და ალლაჰის სასჯელისგან დაცულიც სწორედ ეგენი იქნებიან არსებობს რამდენიმე გადმოცემა რომელიც აღნიშნული აიათის ზეგარდმოვლენას უკავშირებს იმ შეხედულებას, რომ მხოლოდ ლოცვის აღსრულებით სრულყოფილი სიკეთის მიღწევა შეუძლებელია. აღნიშნული აიათის მნიშვნელობა საკმარისად ვრცელია და სრულად მოიცავს ზემოთ წარმოდგენილ განმარტებას, რადგანაც ღვთისმსახურება, რომელიც მხოლოდ ფორმასა და გარეგნულ რიტუალებზეა დაყვანილი, წმენისა და ზნეობრივი შინაარსისგან დაცლილია და ამგვარად საკუთარ არსებით დანიშნულებას კარგავს. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ სიკეთე არ შემოიფარგლება მხოლოდ გარეგნული ფორმითა და ქმედებით. იგი იწყება გულის ალლაჰისკენ წრფელი მიბრუნებით და პრაქტიკულად ვლინდება კეთილზნეობასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ქმედებებში. სამყაროთათვის წყალობა წარმოგზავნილი შუამავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვესალამ ბრძანებს უზენაესი ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობასა და სიმდიდრეს არამედ იგი შეხედავს თქვენს გულებსა და ნამოქმედარს სიკეთის პირველი ნაბიჯი გამჩენი ალლაჰის რწმენით იწყება რომლის უთვალავი წყალობაც მთელ სამყაროს მოიცავს ეს არის ადამიანისთვის წყალობად ბოძებული სხეულის ორგანოების, თვალების, ყურების, გულის და ასე შემდეგ, ამასთან ერთად მათი ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ბოძებლის შეცნობა. ეს გაგება კი არის რწმენა, რომელიც გულში აღმოცენდება და ყვავის. როცა ვამბობთ, რწმენა სიკეთეა, ნიშნავს არავისთვის აკეთო სიავე. ალლაჰის შუამავალმა ბრძანა არც ერთი თქვენგანი არ ჩაირთულება სრულყოფილ მორწმუნედ ვიდრე არ ისურვებს თავისი სულიერი ძმისთვის იმას
რაც საკუთარი თავისთვის სურს. როდესაც ალლაჰის შუამავალს ჭეშმარიტი რწმენის მდგომარეობის შესახებ ჰკითხეს, ასე უპასუხა: ჭეშმარიტი სრულყოფილია რწმენა, როდესაც სხვებისთვის იმას ისურვებ, რაც საკუთარი თავისთვის გინდა და არ ისურვებ მათთვის იმას, რაც საკუთარი თავისთვის არ გინდა. როდესაც ადამიანი სხვებს არ უკეთებს იმას, რაც თავად არ სურს, რომ გაუკეთონ და მათთვის იმას ისურვებს, რაც საკუთარი თავისთვის უნდა, მაშინ მის გულში არსებული რწმენა მოქმედებად გარდაიქმნება. კარგი ადამიანი არის ის, ვინც გულით ატარებს ისეთ რწმენას, რომელიც ბოროტებისგან განრიდებას ისახავს მიზნად. რადგან სიკეთე რწმენით ცოცხლდება, ხოლო რწმენა სიკეთით აღწევს სრულყოფილებას. რწმენა ადამიანს აძლევს ძალას, გაიგოს იქიდან რაც აქვს, ის გვასწავლის რომ ქონება, რომელიც გვიყვარს, ნათესავებს, ობლებს, ღარიბებსა და გაჭირვებულებს მოვახმაროთ. რადგანაც იყო კარგი ადამიანი, ნიშნავს სხვების სახეზე ღიმილის მიზეზი გახდე. უზიარებდე სიმშვიდესა და ბედნიერებას, რომელიც შრომის მოყვარეობით მოპოვებული ჰალალის საარსებო წყაროდან იღებს სათავეს. სიკეთის ყველაზე ხელშესახები და უმნიშვნელოვანესი გამოვლინება მშობლებისადმი პატივისცემაა. სიკეთე ვერ დაუკავშირდება იმ ადამიანს, ვინც არ აფასებს დედას. დედას, რომელმაც შვილი 9 თვის განმავლობაში მუცლით ატარა, საკუთარი სიმშვიდე და საჭიროებები დათმოდა, მთელი სიცოცხლე მის აღზრდას მიუძღვნა. და ვერ დაუკავშირდება ვერც იმას, ვინც პატივს არ სცემს მამას, რომელმაც შვილები ჰალალი და პატიოსანი შრომით გაზარდა. მათი უყურადღებო და მარტო დატოვება მოწმობს, რომ ადამიანის გულში შესუსტებულია არა მხოლოდ თანაგრძნობა, არამედ ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობაც. კარგი ადამიანები თავიანთ სიტყვას ასრულებენ, ცხოვრობენ მოთმინებით და არა რისხვით, ყოველთვის რიდი აქვთ ალლაჰის მიმართ, რადგან სწამთ, რომ იგი ყველაფერს ხედავს. რწმენა და სიკეთე გულის ორი ფრთაა. როდესაც ერთ-ერთი მათგანი მოტეხილია, ადამიანს არ შეუძლია სულიერი სიმაღლის მიღწევა და უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების დამსახურება, რადგანაც რწმენის გარეშე სიკეთე საფუძვლებს მოკლებულია, ხოლო სიკეთის გარეშე რწმენა უნაყოფოა. ვინაიდან რწმენა იწყება სიკეთით სრულყოფილებით, შეუძლებელია რწმენა და ბოროტება ერთ გულში თანაარსებობდნენ. უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისა და სათნო მორწმუნედ ჩამოყალიბების გზა ჭეშმარიტ რწმენაზე გადის. მოკლედ, სიკეთე მორწმუნე გულის ნაყოფია. ხუთბა კი შუამავლის შემდეგი ხადისით მინდა დავასრულო. ვინც დაეხმარება ადამიანებს მიიღონ სიკეთე, იმდენივე მადლი დაეწერება, რამდენიც უშუალოდ სიკეთის გამღებთ. ელა ინ ახსანალ კალამი აბლაღან ნიზამ კალამულლაჰი ლიმალიკილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون.